მოგესალმებით მეგობრებო, მე გახლავართ ნინია. ქრისტე აღსდგა მრავალს დავესწროთ. სიკეთე და ჯანმრთელობა და ბედნიერება დიდხან სიცოცხლე ჯანმრთელობა არ მოგვაკლავს უფალმა. დღეს არ გავუშვებდი მე ამ დღეს, იმიტომ რომ სერიოზული მაგიური დღეებია. გააჩნია ახლა ვინ როგორ იყენებს, რა ძალებით იყენებს. მე სიკეთისთვის ვიყენებ. ეხლა დღეს ესეთი თემა გვაქვს, დაუბრუნე მტერს პორჩა. ანუ რაც კი რამე გაუკეთებია ჩემთვის, თქვენთვის, თქვენი ახლობლებისთვის, ხო? აი ის უნდა დაუბრუნოთ უკან და აქ უკვე გააქტიურებულია ყველაფერი, როგორც ვიცი ხოლმე, ყველა ჩემს გამომწერს მოგესალმებით და დავიწყოთ დრო აღარ დავკარგოთ. ეხლა აქ ჩაიფიქრეთ თქვენ. არა აქ მნიშვნელობა, ეხლა აქ უბრალოდ ფიგურა ხატია, რუნები გააქტიურებულია და ვაუ, ეხლა გავააქტიურებ თქვენთან ერთადაც. და ასევე ქალია მტერი თუ მამაკაცი არ აქვს მნიშვნელობა მეგობრებო. მაგრამ უნდა ეს რიტუალი შეგიძლიათ ბევრჯერ უყუროთ, რამდენი მტერიც გყავთ, მაგრამ თითო ადამიანზე უყურეთ, თითო მტერი, მიხვდით? თითო მტერი. ვააქტიურებ რუნის წყობას და ვიწყებ რიტუალს. ჩაიფიქრეთ მტერი. არ უნდა ხედავთ, არ უნდა. ძალიან ძლიერი და ჯიუტია. თითო მტერი მეგობრებო. აი უყურეთ, გაქცევა უნდა. გაიხსნა, ნახეთ და ისედაც ძნელად, ძალიან ძნელად დამაგრდა. მოკლედ ჩემო კარგებო. თქვენთან უნდა წარმოიდგინოთ. ეხლა სიკვდილი არ უსურვოთ, ცოდვას ნუ დაიდებთ, კარგით. ჩვენ ხო ბოროტები არა ვართ, არა, ჩვენ უბრალოდ უკან დაუბრუნებთ ზუსტად იმას, რაც ჩვენ გაგვიკეთეს, რაც გვისურვეს, მიხვდით? ანუ ერთი ერთზე კეთდება. მე მტერი, ეხლა ხო ერთი მიყურებ, შენ და შენი მტერი, მიხვდით ხო? აუცილებლად უყურეთ თავიდან ბოლომდე რიტუალს. აქ მეგობრებო ჩართული მაქვს. ასე იგი, ხო გებრძვიან რა თქვენ და თქვენც ესე იგი იღლებით აი ამ ცხოვრების ბრძოლისგან იღლებით, ხო? იღლებით ცხოვრების ბრძოლისგან. ასევე იღლებით იმით, რომ აი ბევრი არის, რომ ზოგი არის, ეხლა შემოგვიერთდა, ხო? ზოგი არის, რომ დიდი ხანი ებრძვის აი ამ მტერს და ვერა და ვერ მოიცილა. ასევე ხო იღლებით ადამიანი, მიხვდით ხო რაზე აქ ჩართული მაქვს ეს ყველაფერი. ისეთ პორჩას რო გიკეთებენ, რო გზებს გიკეტავენ და წინააღმდეგობებზე გაქვთ ხო წინ და ვერ მიდიხართ ვერანაირად წინ და აი შენელებები გაქვთ, აი უცებ კარგად იყო საქმე და ძალიან ცუდად დაიწყო, გაჩერდა ხო, საერთოდ გაჩერდა, ან სამსახურებიდან გამოგიშვეს, მიხვდით? ესეც აი ქვედა ჩაკრებზეც არის ეს, შეიძლება კი არა ბევრს გექნებათ ეს გადაკეტილი.
ამას კი ხშირად ვინც იწმინდავთ კარგია, მაგრამ მაინც დრო უნდა, ხო? გააჩნია რა სიმძიმის პორჩა გაქვთ გაკეთებული ჯადო, ხო? მოდი ესე ვთქვათ. რომ გადალახოთ ეს თითოეული წინააღმდეგობები, რაც აი ამ მტერმა გაგიკეთათ და გიკეთებთ დღემდე. აი კი, გიკეთებთ. ასევე მეგობრებო, მე ძალიან მიყვარს უფალი და იცით ხო, ჩემმა გამომწერებმა და ვინც მიცნობს, რომ ესე იგი ეკლესიებში ახლა რაოდენ სასირცხვილო და სამწუხაროც არ უნდა იყოს, იყენებენ ესეთ დღეებს, რომ ხალხი გააშაონ, ანუ პორჩა გააკეთონ, ხო? თქვენ ხო არ იცით არა, შეიძლება 2000-ზე მეტი გამომწერი მყავხართ და ვინც არ არის გამომწერი, ისედაც ხომ იყურებენ, მაგრამ იმათზე არ რეზონირდება. აკეთებენ ესეთ დღეებს იყენებენ, შედიან, აი ზუსტად კი, შედიან ეკლესიებში და აკეთებენ პორჩას, გაშავებენ, ასე ვთქვათ. თქვენ აურას გიბინძურებენ, მოკლედ დაცვებს გიფუჭებენ, ხსნიან თქვენს დაცვებს, მიხვდით ხო? და თქვენ არ ახართ აზრზე და უცებ ყველაფერი ნორმალურად გაქვთ, რაღაცა აქეთ-იქეთ და უარესდება თქვენი სიტუაცია. ან თქვენი შვილების სიტუაცია, ხო? შვილიშვილების. აი ეს არის, შეიძლება ოჯახზეც გააკეთონ ესეთ დღეებზე, იყენებენ ოჯახებზე კი. მერე აგრესიული ხდებით, აგრესიები გეწყებათ და ფიქრობთ, რომ აი რა მჭირს, ხო? აი ეს მე არ მახასიათებს და რატო ვარ ესეთი ზედმეტად აგრესიული, ნერვებზე მოშლილი, იმიტომ რომ მენტალზეც მუშაობენ ჩემო კარგებო, ხო? ეხა ეს ყველაფერი უკან უბრუნდება, აი ეს პორჩა მტერს და მე და თქვენ, რა თქმა უნდა, აი შვიდიანი კვერთხები სიცოცხლისთვის ბრძოლა და ძალების მოწოლა იქნება, მოხდება ჩვენზე და ჩვენ უკან უბრუნებთ იმ ცუდს, რაც ესე იგი ჩვენში სიზარმაცე, უნიათობა, აი მერე გავაკეთებ, აი იქნება მერე მოხდეს, აი ესეთი სიტუაციებიც ხო ხდება ხოლმე. აი ამას უკან უბრუნებთ მტერს. ასევე თავისი აგრესია, რაც ესე იგი მტერს ვარ უყვარვართ, ხო? გვებრძვის, რომ ვიწვალოთ, ხო, ცხოვრების დონე ხანგრძლივობაზე, ხო? და აი ამ აგრესიას ჩვენგან, ჩემგან და ვინც უყურებთ, თქვენგან ხსნი და მისდის მტერს უკან. ასევე სამსახურებიდანაც აი ხო არის ხელის შემშლელი ფაქტორები უფროსებთან, რომ სამსახურები დაკარგოთ, ხო? აი ესეც ხო არის გაკეთებული პორჩა, ხო? რომ ვერ წამოიწყოთ ვერაფერი ახალი, ან წამოიწყებთ და ისევ კრახს განიცდით. კი, აი ნამდვილად, ისევ კრახს განიცდით ხოლმე, ხო ხდება ესეც, ხო გამოგიცდიათ. და ენერგიებიც ხო გეხარჯებათ არა? გიჭირთ ხოლმე მერე გადაწყვეტილებების მიღება, ხო? ან ბრწყინავდით, ლიდერობდით, ან ლიდერებში იყავით, ხო? ლიდერ ხალხში.
კარგ თანამშრომლებთან, ხო, მოწინავე პოსტით შეიძლება გეჭირათ ან გიჭირავთ, ხო და ეს შური, თვალი, ყველაფერი, ხო, რაც მტერმა თქვენ გაგიკეთათ პორჩა, გაგაშავათ, ეს თქვენი ბრწყინვალება, განვითარება, ხო, რომ ვეღარ განვითარდეთ, წინ აღარ წახვიდეთ, ეს ხო შურია, ხო, შური, თვალი, გათვალვა, ხო? აი ამ ყველაფერს, ესე იგი, თქვენ, მე და თქვენ გიბრუნებთ, რომ ახალი რაღაცა წამოვიწყოთ, შევქმნათ თავიდან კარგი იდეები მოგვივიდეს თავში, ან რაც არის, რომ ის განმავითაროთ წინ, მიხვდით, ადვილად, რომ დავიმახსოვროთ, რომ აი ბევრს მახსოვრობა მწერენ ნინია, რომ საერთოდ თავი გათიშული მაქვს, ეს არის მენტალური თავი, თავზე ნამუშევარი, თავის პორჩაა, თავშია ჩადებული პორჩა გენაცვალეთ და აი ამ ყველაფერს აი აქ იხსნება და მე და თქვენ შეძლებთ ესე იგი ენერგიები მოგვივა, მოზღვავებას ვიგრძნობთ ამ რიტუალით და უკვე ამ რიტუალის დროს და შემდეგაც რა თქმა უნდა ახალს დავიწყებთ, დავიმახსოვრებთ, მიხვდით? გადაწყვეტილებას მივიღებთ ადვილად. მტრის ჯინაზე ჩვენ ისევ ვიბრწყინებთ. განვითარება მოხდება სხვადასხვა კუთხეებით, ახლა ვის რა გინდათ გააჩნიათ, ხო? და ვის რა გჭირდებათ, ხო, იცით თქვენ თვითონ. ან შეიძლება რაღაცა ახალ ეტაპზეც გინდათ გადახვიდეთ და რაღაც აი გინდათ, რომ რაღაცა ნაბიჯი გადადგათ სიახლე და ან აზრი არ მოგდით, რომ რაღაცა გამოიგონოთ, ხო? ესეც ხო ხდება და ახლის გამოგონა, რომ გამოიგონო ადამიანმა ესეთი თემაც არის აქ ჩადებული, რაც ეს ყველაფერი მე ვსაუბრობ, ახლა მე ტყუილად არ ვსაუბრობ, ეს მტრისთვის ვსაუბრობ, რომ ეს ყველაფერი რაც დაგაკარგინათ, მაკარგინებენ და თქვენს გაკარგინებენ, ეს ყველაფერი მტერს უნდა წავართვა ახლა და მტერს წაერთმევა, კი, აიყურეთ წკაპუნობს და ჩვენ დაგვიბრუნდება მე და თქვენ 100%. გარწმუნებთ უკვე ცუდად გრძნობს მტერი თავს. აი აქ ისეთი რაღაცეებია შექმნილი, რომ უი არ გაუხარია. ძალიან ბევრი ვერ დაიძინებს და არ დაიძინებს ამაღამ. ხა იმათ ხო არიციან, რომ თქვენ ამას უყურებთ, ხო? და ნინიამ ესეთი რიტუალი ჩაგიწერათ. ან სახლის ყიდვა გინდათ, ვერ გადაგიწყვეტიათ, სახლის გაყიდვა გინდათ, ვერ მოაბით თავი, ხო? ესეც ხო ფინანსებს ეხება. ფინანსებს პირველ რიგში ფინანსებს კეტავენ და მერე ემოციებს, გრძნობებს, მერე ეხებიან გულს, მიხვდით? ფეხებს გზას გვიკეტავენ, ფეხებს გიკეტავენ. ფეხებში აგერ ხუთიანი ხმლები ხმლებს გვიდებენ, მიხვდით? რომ ვერ წავიწიოთ წინ. ეს შურია, აქ ხა მოიხსნება შური, თვალი, წყევლა, მიწევლა. ნამდვილად იყო. აქ ჩავრთე კიდე, რაც საფლავებზე გააკეთეს, აი ხა სააღდგომოდაც ხო გადიან ესეთ დღეებში, ხო? ან აღდგომების მერე მიცვალებულების დღეს. იქაც იცოცხლე გარწმუნებთ ძალიან ბევრი რიტუალები შესრულდება, მაგრამ ჯერ ეკლესიაშია შესრულებული და მერე წაიღებენ. ან პირიქით იქ დაიწყებენ და მერე ეკლესიაში დაასრულებენ. აი ამას ქვია ეკლესიის მაგია. ნუ კიდე ბევრი რაღაცა არის ეკლესიის, მაგრამ აღარ დავწვრილმანდები. ახლა რომ ვინმე მტერს არ ძინავს, ცუდად არ გამოიყენოს, ხო? აი ამ ყველაფერ ცუდს, რაც მე ვისაუბრე, ჩემგან და თქვენგან ვხსნი და უკან ვუბრუნებ. ამ რიტუალის მერე, მეგობრებო, ეს ძალიან ძლიერი რიტუალია,
ჯერ ისედაც წმენდა რა არის, რას ნიშნავს ენერგიები გეცლებათ, იმიტომ რომ ის ცუდი ენერგიები რო გამოდის თქვენგან, მე იმიტომ ვამბობ ხოლმე ჯერ გაიწმინდეთ, მე მოზიდვები გააკეთეთ, კარგი რაღაცეების, რაც მაქვს, ხო? ფინანსები გინდათ, შეყვარებული, ესე შერიგება მიხვდით, ხო? სიყვარული, ხო? მე გულის ჩაკრაზე, სიყვარულზე გაიწმინდეთ ურთიერთობაზე. ხო? ამის მერე დაცვა დაიყენეთ, თუ გინდათ ოჯახზე, თუ გინდათ მაქვს მე ბევრი დაცვები, ხო? აუცილებლად გინდათ, იმიტომ რომ ენერგიებს დახარჯავთ, თქვენ თვითონ იგრძნობთ მერე რომ რაღაც აი დაღლილივით იქნებით, იმიტომ რომ ეს რუნის სტავი, ეს წყობა საჭირო იყო ესე მიხვდით, იმიტომ რომ ახლა აქ მე ჩავრთე, ხო წარმოგიდგენიათ აი ერთი ჩამოვარდა ქვა თავიდან თავზე დაეცა ზუსტად ნახეთ. აქ მე ჩავრთე საფლავებიც, ეკლესიის მაგია, არაეკლესიური მაგია და ასე შემდეგ და რა თქმა უნდა დავლილობას იგრძნობ და ეს ენერგიები შეივსეთ მე, შეივსეთ რაღაცაზე მოზიდვა გაიკეთეთ, ბულზე მაგალითად სიყვარულზე, ხო? ანუ ოჯახის გაწმენდა მაქვს მე ან ჯანმრთელობის დაბრუნება, ნებისმიერი ამოსქროლეთ ქვემოდან არ დაგეზაროთ და მოირგეთ თქვენ თავზე, თქვენ სიტუაციაზე ან სამსახურზე მიხვდით? და დაცვა დაიყენეთ აუცილებლად. ესე იგი, რამდენ მტერზეც უყურებთ, იმდენჯერ მერე მოზიდვა გააკეთეთ რაღაცის და იმდენჯერ მერე დაცვა დაიყენეთ. ხო გვებრძვიან, ომია ეს ხო რა არის თეთრი და შავი მაგია. მაგია ერთია. უბრალოდ გააჩნია ვინ ცუდად გამოიყენებს და ვინ ადამიანის სასიკეთოდ მიხვდით. ვის ნამდვილად თეთრი სული უბოძა უფალმა და ვის აქაც ადამიანის ხელში მოავლინა, მაგრამ შავი სული და ეშმაკის მოციქულია მიხვდით, ის ხო ადამიანი არ არის, ეგეთ ადამიანებს სული არ აქვს ეგეთ ადამიანებს. იმიტომ აფუჭებენ ხალხს, იმიტომ აშავებენ ხალხს, მიხვდით? პორჩა რა არის? გაშავება, ხო, ენერგეტიკის, აურის, მიხვდით? და ცდილობენ რომ დაცვები მოგინგრიონ, დაგინგრიონ, გაგიხრიტონ, მიხვდით? ხო, ეს არის ბრძოლა. და მოდით ახლა ჩვენც ვებრძოლოთ და ჩვენ ვიყოთ ბრძოლაში გამარჯვებულები. ვგრძნობ რომ შედის ნელ-ნელა, იმიტომ რომ ძალიან სერიოზული ძლიერი ოპონენტია, ვიღაცა მაგ ჩაიფიქრა, სერიოზული ძლიერი ოპონენტია და ანუ ძლიერი პიროვნება მაგიასთან აქვს უგრძნობ შეხება, თვითონ თუ არა აქვს თუ არა ეს პრაქტიკოსი თუ არ არის, მაშინ მაინც აგე კი ეს რა ქვია, აქვს წლებია შეხება მაგიასთან, მიხვდით? მისი საქმე, მისი ცხოვრება არის ხალხის გაშავება და პორჩას გაკეთება. კიდე აკეთებენ, ბევრნაირ პორჩას აკეთებენ, აი მაგალითად დანაკარგზე, ხო, რომ დაკარგოთ, წეღან ვახსენე, სამსახურები, არაფრის გულისა რომ გამოგიშვან, თან რომ არ აგიხსნიან ისე, მიხვდით? მერე წაჩხუბებები საყვარელ ადამიანებთან, შვილებთან და ასე შემდეგ, უბრალოდ თანამშრომლებთან, მეგობრებთან, მეზობლებთან, მაღაზიაში კონსულტანტთანაც, ხო? კი, აი. ესე იგი, მსოფლიოს რო დაგაპირისპირონ, მიხვდით? ახლა მე დავაპირისპირებ მსოფლიოსთან, მე ვაჩხუბებ მსოფლიოსთან მტერს, ჩემს და თქვენ მტერს, ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებს. მხოლოდ ჩემი გამომწერებისთვის, სტუმრებო, გამოიწერეთ არხი, ისე არ რეზონირდება.
მერე წაჩხუბებების მერე არის კიდე აკეთებენ იმას ასტუდი როგორ არის გაციება რომ გაგიცივდეთ ურთიერთობები ნებისმიერ ადამიანთან ნებისმიერ სიტუაციაში რომ გაცივდეს ურთიერთობები და გაგვირებული რომ ხარ რატომ მოხდა ასე ხო და თქვენ ხო არ იცით ის მეორე ადამიანის გაგვირებული ასე რატომ მოხდა იმიტომ რომ ეს პორჩაა გაკეთებული ნახეთ როგორ ჯიუტად არის ჯიუტად ესე იგი 1-2 წვეთი ჩამოვიდა დაეცაქვა თავზე უკვე ბუმერანგი წაუვიდა თავზე იმიტომ რომ აი წავიდა თავიდან დავიწყე მადლობა უფალო მერე გაქვთ დანაკარგები, ხო? მაგალითად მოგატყუეს ფინანსებში, მე ბევრი მწერს და წერენ პირადადაც რომ ნინია ესე მოხდა და უცებ და ესე დავკარგე და აი ეგ მომატყუეს, იქ მომატყუეს, ხო? აი ამაზეცაა გაკეთებული რომ ყველაფერში დანაკარგი და განიცადოთ დაკარგვა გიქონდეთ და კრახი განიცადოთ მიხვდით ან უცებ მიდიხარ და ბანკომატმა ჩაგიჭედა ესეც მომწერეს წინა დღეს გოგობიჭებმა რომ ესე მოხდა და ნუ დავარიგე როგორც უნდა მოქცეულიყვნენ და გაითვალისწინეს აი ესეთი რაღაცები უკვე ფინანსებზეა მიხვდით ფინანსებზე ამას უკვე დიდი მიხვედრა აღარ უნდა აქ რა არის ახლა ქვედა ჩაკრებია ჩაკეტილი ხო აქ არის ფეხები ჩაკეტილი ფეხებზე პორჩა ცხვირი რომ ფული ვერ იშოვოთ ცხვირი რა არის ცხვირი აგე კი უყურეთ ცხვირის რიტუალსაც ხელების რიტუალს ფეხების რიტუალს უყურეთ მაქვს ეს აუცილებელია თვალები გაიწმინდეთ აკეთებენ ჩერეს გლაზა ესე იგი თვალებიდან პორჩა და თვალებში პორჩა ესეც აზაგლაზა თვალებში პორჩა მიხვდით იმიტომ რომ ცხვირით ყნოსავთ ხო მარტო სუნი ხო ფულს ხო სუნი აქვს რომ ვერ მიხვიდეთ ესე იგი იმ ფეხის ჩაკეტვა და ვერ მიხვიდეთ იმ გზებზე სადაც ფული იშოვება ან რომ ვერ მიხვდეთ ყნოსვით რომ ესე იგი პირდაპირ ტვინთანაა ხო დაკავშირებული ყნოსვა და გემო რომ ვერ მიხვიდეთ იმ გზებზე რომ საიდან იშოვოთ ფული, საიდან გამოიმუშაოთ, სად ჯობია კარგი სამსახური იშოვოთ. ეხლა აქ ჩავთავ სხვას, კიდე მოვიდა დრო, სხვას ანთელს ავანთებ. გაიწმინდეთ ხოლმე, არ დაგეზაროთ, რასაც გეუბნებით. აი, მართალს ვამბობ. ზოგს ისეთ პორჩას უკეთებენ, აი არის ესეთი სიტუაციაც, რომ და თქვენ ასე ვერ მოდიხართ, ხა მე ხო ვიცი ხო, დაწვრილმანებით და წვრილმანები ვიცი მაგის, ხო, გინ შავი და არქვი, გინ თეთრი. და მაგი არის ერთი მწვანე, ყვითელი და ასე შემდეგ არ არსებობს მეგობრებო. და აი მაგალითად ცხვირი რატო უნდა გაიწმინდოთ კიდენ ხო და ფეხი ხელით ვიღებთ ხო ჩვენ ვაძლევთ გავცემთ და მივიღებთ ხო ფეხებით მივდივართ მოვდივართ ხო ცხვირით ვყნოსავთ ხო ნიუხი გვაქვს ნიუხი აი ყნოსვა გვაქვს ხო გამომუშავების და ზოგს ისეთი რაღაცა აქვს გაკეთებული აი მართალი ვარ რომ ეს თან ტერს უბრუნდება მე რო საუბრობ იგივე ლოცვა წარმოიდგინეთ თქვენთვის და ჩემთვის უფლისგან რომ მე უკან უბრუნება ამას იმიტომ აქ ესეთი რეაქციები ჯერ ჯიუტობს მაგრამ მაინც ვერ უძლებს აი ამ რუნის წყობას უფლის ძალას და ჩემ ძალებს უკვე მოქმედებს უკვე გიждდება აქ ახლა მე დაცვებსაც უნგრევ ტერს მე ხვდით აი
ხო, ჩემო მეგობრებო, გოგოებო, ბიჭებო და ვარს ვამბობდი, რომ ესე იგი ისე რომ აი სირცხვილის გრძნობა აქვს ადამიანს, ასეც ხდება ხოლმე. მე ბევრი მწერს და აი ესე ხსნი ხოლმე პირადად რიტუალებს ვუტარებ ხალხს, რომ მადლობთ ნდობისთვის და რიტუალებს ვუტარებ ხოლმე გაწმენდაზე, რომ აი ეს სირცხვენიათ ზოგს აი ზოგი არის, რომ ადვილად ფულს შოულობს, ხო? ყნოსვაც გაძლიერებული აქვს, აი მართალი ვარ. და ჰოპ და სცხვენია, ან რომ გამოაჩინოს, ან ახალი მანქანა იყიდოს, ან ბინა იყიდოს, ან რაღაცა ბიზნესი განავითაროს, მიხვდით? აი ესეც არის, ესეც ნეგატივია. ესეც ნეგატივია, მიხვდით? და მერე გეუფლება ეს სირცხვილის გრძნობა. ან უარი რო ვერ თქვათ, სადაც საჭიროა, იქ დაეთანხმოთ, სადაც საჭირო არ არის, მიხვდით ხო, გოგოებო, ბიჭებო? გიждებაც გაფუნობს. აქ დიდი, აი ზლოი რო ამბობენ, ზლოს, აი სიბოროტეა, დიდი სიბოროტე, აი გაბოროტებულია მტერი, იცით? აი გადაკიდებულია მიზანში ყავხართ ამოდებული. მე ხო ხა აქ შეგრძნებები რაც მაქვს, იმეც ხო მარტო ტაროლოგია არ აკავთ ნინია, ხო იცით რა ჩემი გამომწერები. და აქ არის გაბოროტებული, აი შური, ღვარძლი, აი ღვარძლი. ამას ყველაფერს ჩემგან და თქვენგან ხსნი, გოგოებო, ბიჭებო, ვინც ახლა აი ამ რიტუალს უყურებს და უკან ვუბრუნებ მტერს. ვერ გაუძლებს დღეს, ვერ გაუძლებს დაეცემა. როგორია ესეთ დღეებში პორჩას კეთება ჩვენზე, მე შენ დაგანახებ. გიждდება, ვერ უძლებს. ნახეთ რა დღეში. დაეწყო და აეწვა. გულმკერდზე რატო დავამაგრე, ხო? ხანდახან წერენ ხოლმე, ნინია ეს რატო და ესე. იმიტომ ჩამოკარგებო, რომ ბოდიში მომითხოვია იღლიების ქვეშ უყვართ ჩაჯენა, ჯადოების, მიხვდით? აი ამ შავი პორჩების, წყევლების და აქედან ადვილად გადადის ხელებზე, თავზე, მიხვდით? ადვილია უფრო. წელზე, ქვედა ჩაკრებზე და მერე მიდის და მთელ აურას მოიცავს, მთელ ენერგეტიკას გინგრევთ, მიხვდით? აი აქედა რომ უფრო ადვილად გამოვიდეს, აი იმიტომ დაუმაგრე და იმიტომ ვერ ძლებს ახლა, მიხვდით? სერიოზულად დამეხვა თავბრუ შემაქანა. კარგად მუშაობს, მე ხა რა შეგრძნებებიც მაქვს, მეგობრებო? კარგად მუშაობს, ძალიან კარგად მუშაობს, კმაყოფილი ვარ. აი იცით როგორი მტერია, რომ აი შური, ღვარძლი, ზოგი აი ამ მტერზე იყავით დამოკიდებული, ესეც მეუბნებიან და რომ აღარ ახართ მასზე დამოკიდებული, ხო, ან მის ფინანსებზე, ან ურთიერთობა შეწყვიტეთ, ხო, და იმიტომ რომ ეს თქვენთვის იყო ენერგო ვამპირი, ვეღარ იკვებება ენერგიებით, მიხვდით? ვეღარ გამოიფიტა, გაცამტვერდა და უფრო გაგიჟდა და გაფსიქოპატდა, მიხვდით? იმიტოა, რომ ეხლა რახან ესე ვეღარ გწუდებათ ბევრთაგანთან, ხო? იმიტომ გაგიჟდა და იმიტომ გააქტიურდა უფრო. მაგრამ ეხლა მე აქ ვკეტავ კიდეც მტერს. ჯერ უკან უბრუნებ, აი ამ ყველაფერს მე რასაც ეხლა გესაუბრებით თქვენ. ჩათვალეთ მამაო ჩვენოს ასავით არის. რომ გიღალატეს, გაყიდეს მართლა ვერცხლზე. ნიშნულობა არ აქვს, ეს სისხლით ნათესავია თქვენი მტერი, ყოფილი ქმარი, ყოფილი ცოლი,
ბიცოლა, მამიდა, მიხვდით ხო? არა აქვს მნიშვნელობა, პრეზიდენტია თუ ქვეშევრდომი, მიხვდით ხო? ყველანაირი მტერი არის ახლა აქ, ყველანაირი. დედამთილი, ყოფილი დედამთილი, მული, მძახალი, სიდედრი, რა ვიცი, სიძრე, რძალი, ხო, კიდე რა ვიცი, ხო? ყველა ჩავრთე, მეზობელი. რო არ გეკუთვნოდათ, აი ბევრი სიკეთე რო გაუკეთეთ, მართლა დაუნახავ ადამიანებს, ჩაცმას რო ასწავლით და ისინი რო გაგხდიან, მიხვდით? აი ეს თემაც ჩავდევი, მეგობრებო, თქვენ, მე და თქვენ ჩვენ სიკეთეს უკან ვიბრუნებთ, მე და თქვენ ვიბრუნებთ ახლა უკან ჩვენ სიკეთეს, რაც ამ მტერზე გაგვიკეთებია, დრო დავკარგეთ, ხო, ჩვენი ცხოვრების დრო დავკარგეთ, კი, ნამდვილად და მტერს ვტოვებ აი ამ ჩვენი სიკეთის გარეშე, ჩვენ ენერგიებს ვართმევ უკან ვიბრუნებთ, მე და თქვენ, უკან გიბრუნებთ თქვენს ენერგიას. რაც დაკარგეთ ამ მტერზე, ტყუილ უბრალოდ. წლები შეალიეთ ზოგმა, ხო? ზოგმა თვეები, არა აქვს მნიშვნელობა, საათი, დრო ხო დაკარგეთ. ბევრს ისეთი პორჩა გაუკეთეს, რომ რა ვქნა, არ მიყვარს სიტყვა ჯადო. ზოგს ისეთი პორჩა გაუკეთეს, რომ მართლა რომ აი ჯანმრთელი ადამიანი რომ გაისტუმრეს ამ ქვეყნიდან. ზოგს ისეთი პორჩა გაუკეთეს, რომ მართლა რომ ეგონათ, რომ მტერს უნდა რომ მოკლას ადამიანი, ხო, მაგრამ უფალმა გააცოცხლა, ასე ვთქვათ, კლინიკური სიკვდილი, ვისაც ჰქონდათ, ხო? მე მაგალითად სამჯერ მქონდა კლინიკური სიკვდილი, სამჯერ მქონდა და აი, მართალია, ვიცოდი რატომ მოხდა ეს. ორი ზუსტად მაგიტომ მოხდა. ერთი კიდე ჩვენ, ვისაც ეს ძალები გვაქვს ბოძებული, ეს ყველა მიცის, რომ ბევრი განიცდის, ვისაც ნამდვილად აქვს ეს კლინიკური სიკვდილს, ბევრი განიცდის. აი ამას ყველაფერს რაც გააკეთეს საფლავებზე, საფლავში, სურათებზე, სურათზე, ვინც სანთელს საფლავებზე, ჩვენს სულებზე აწვეთებდა შავ სანთლებს, თუნდაც ყვითელ სანთლებს, წითელს, ლურჯს, მწვანეს, არ აქვს მნიშვნელობა, ხო? ვარდისფერ წითელს თუ რა ვიცი მე. ყველაფერი აბსოლუტურად აი ხსნი ხა იხსნება ჩემგან, თქვენგან, ჩემო გამომწერებო და უკან ვუბრუნებ აი ამ მტერს. აი ამ მტერს უკან ვუბრუნებ. რასაც მიწას გვაყრიდნენ და გვაყრიან სიტყვაზე არ გამოვრიცხავ, ხო? გვაყრიან და გვაყრიდნენ თავზე, ფეხებზე, ფოტოების საშუალებით. აკეთებენ ფანტომებს კიდე, მიხვდით? ანუ ორეულებს აკეთებენ, ხო? ზოგი კუკლა უდას ეძახის, ზოგი უდოს, რა ვიცი მე. ხო. ასევე აი ამაზე ვოლტზე ცომით აკეთებენ, თვითონ ნაჭრებითაც აკეთებენ, ხო? აი ვისაც რა აქვს გაკეთებული და რაზეც აქვს ჩემზე და თქვენზე გაკეთებული, ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ, თქვენი სახელი უკან ვუბრუნებ აი ამ მტერს, მტერის სახელი აი უყურეთ, დაუბრუნდა უკვე უკან. უფლისნებით, უფლის დახმარებით, ანგელოზების დახმარებით, ჩემი წინაპრების დახმარებით.
სამყაროს დახმარებით, დღევანდელი ძალის და ანგელოზების დახმარებით. მე სიკეთეში ვიყენებ ამ ძალას და ჩემს გამომწერებს სიკეთეში მინდა რომ მოვახმარო და დაგიბრუნოთ ეს ძალები და მტერს წავართმევ ამ ძალებს, ვართმევ ამ ძალებს და მე და თქვენ გიბრუნებთ და ვიბრუნებ აი ამ ყველაფერს სასიკეთოდ გამრავლებაში, დიდხან სიცოცხლეში, ჯანმრთელობაში, ბედნიერებაში, კეთილდღეობაში, ფინანსებში, ყიდვებში, გაყიდვებში, სიყვარულში, ურთიერთობაში, ოჯახურ ურთიერთობაში. ცხოვრების ყველა სფეროში წინ გაწევაში. ამინ. აი რო უნდა მტერს რომ დაეცე ყველანაირად გაგანადგურო, ხო? არის ესე რომ აი სანამ დადიხარ დედამიწაზე ვერ მოვისვენებ მტერი რო ამბობს და ფიქრობს, სანამ არსებობ ამ ქვეყანაზე ვერ მოვისვენებ, ხო? სანამ გიყურებ ვერ მოვისვენებ, ხო? და აკეთებენ მერე მართლა გან ადამიანის განადგურებაზე, მოსპობაზე, დაცემაზე, ან საერთოდ რომ ანულირებენ, რომ წავიდეს ადამიანი ნაადრევად ამ ქვეყნიდან. აი ამ ყველაფერს უკან ჩემგან და თქვენგან ხსნი და უკან ვუბრუნებ მტერს. ამინ. ესე იგი იმდენად ბოროტია ეს მტერი და იმდენად საზიზღარია, სირცხვილის გრძნობა რო არა აქვს საერთოდ, მიხვდით? და აი ერთი წოეთი აღარ ჩამოვიდა მერე, მიხვდით ხო, რაზეა საუბარი? ხა აქ უნდა იყოს ძალიან თაფლისანთელია მით უმეტეს, აქ უნდა იყოს არა მარტო ეს ქვა, უნდა იყოს აქ ესე ჩამოსული, უნდა იტიროს სანთელმა, მიხვდით? ამიტომ გეუბნებით ამის მერე დაცვა დაიყენეთ და უყურეთ მოზიდვაზე, ენერგიების შევსებაზე. არის რიტუალი დაიბრუნე ჯანმრთელობა, კი აუცილებლად. მაგრამ უფრო ფეთქავს მტერი, გიждდება, ბრაზდება, მიხვდით? აი ნახეთ ახლა როგორ არის, აი თითქოს ეშმაკის თვალები უყურებსო, ხედავთ? აი კი, აი ნახეთ, როგორც სატანას თვალები, აი ესე იყურება, გაუყვითლდა თვალები, წეღანესი არ იყო. კი, აი ზემოთ ჩემმა სანთელმაც წკაპუნი აღარ იყო, თითქოს კოცონზე რო ანთებ რაღაცა, ფიჩხებს რო წვავ, ხო იცით, აი ესეთი წკაპუნია, არ ვიცი ხა კამერაში როგორ ისმის, მაგრამ აქ ესეთი წკაპუნია. ნახეთ, როგორ გაუყვითლდა და გაუწითლდა თვალები, ხედავთ? იმიტომ რომ შეეხო. ეხა თვითონ დაენგრევა და ჩაეკეტება ყველა ჩაკრა მტერს. გზები ჩაეკეტება. ეხა თვითონ სიცოცხლისთვის კი არის, ცხოვრებისთვის კი არ იბრძოლებს ამ რიტუალის მერე. სიცოცხლე რო შეინარჩუნოს, იმაზე იბრძოლებს. ან კიბო გაუჩნდება, ან კანის დაავადება გაუჩნდება, ფეხი მოტყდება. ერთი წუთი არ მეწოდება. მთელი ჩემი ძალებით ვუშვებ აი ამ სიტყვებს, აი ამ მტერზე. თვითონ დაშორდება შვილებს, შვილიშვილებს.
თვითონ დაკარგავს შემოსავალს, თვითონ მოატყუებენ მტერს, რომელიც ახლა აი აქ არის განლაგებული ჩემსა და თქვენს მტერს, თვითონ გამოაგდებენ სამსახურიდან, რო არ ელოდება ისე, ზოგი ხო უფროსია და თვითონ მენეჯერიც რომ იყოს, ხო? ბიზნესი ვისაც აქვს, ან სამსახურის გარეშე კიდე აქვს მეორე საქმე, იმასაც დაკარგავენ მტრები და აი ეს მტერი. განადგურდება, უკვე განადგურებულია და იმიტომაც იბრძვის ესე, იმიტომაც იბრძვის მტერი ასე. არიან გამონაკლისები, რომ აი ყველაფერი აქვთ ცხოვრებაში, არაფერი არ აკლიათ, ხო, მაგრამ აი ესეთი სული არ აქვთ სხეულში და იმიტომ ბოროტდებიან. დრო ხო უნდა გაიყვანონ, არა, მიხვდით, ხო? კარმას იფუჭებენ, მინუსი წერენ, იმის მაგივრად, რომ პირიქით ეს ფინანსები ხალხის დახმარებისთვის გადაანაწილოს, ბავშვებს დაეხმარონ, ხო? მინუსებს იწერენ პირიქით კარმაში. აი 41 წუთზე მეტია და როგორ ჯიუტად დგას უყურეთ. ეს სანთელი მაქსიმუმ 35 წუთში უნდა ჩამწვარიყო. მე ხო ვიცი ხა რომელი სანთელი რა დროში იწვის, ხო? მაგრამ არ ვიჩქაროთ მეგობრებო, მე არსად არ მეჩქარება, თქვენც იმედია ვიცი, მაგიას სიჩქარე არ უყვარს. იჩქარე ნელაო ნათქვამია. დაკვირვებულად და გააზრებულად. რაც განადგურება მოხდა თქვენ ცხოვრებაში, რაზეც მოხდა, ჯანმრთელობაზე მოხდა, რაც კრადნიკები იყო, რაც წყევლები თქვენზე მტრისგან, რაც მოწყევლები, მიწევლები, დაწყევლები, რაც შავი წიგნიდან იყო ნაკითხი, რაც შავი პირიდან იყო ნაკითხი, ხო? ყველაფერი, რაც საფლავებზე იყო გაკეთებული, ან საფლავზე და მერე წაღებული ეკლესიებში, ან პირიქით, ხო? მკითხავებისგან, კალდუნებისგან, კალდუნიებისგან, აბსოლუტურად გუშინ ნასწავლი ტაროლოგებისგან, ხო? გუშინ ნასწავლი ვითომ პრაქტიკანტებისგან, აი ამ ყველაფერს არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მე ვიცი რომ ესე ხდება და ხალხი ამით იღუპავს თავს, ჯერ თვითონაც იღუპავენ, კარმას იფუჭებენ და მერე თავისი უცოდინრობით სხვასაც უფუჭებენ ცხოვრებას, სხვაზე რომ პრაქტიკას აკეთებენ და რომ გამოუვათ თუ არ გამოუვათ. იმიტომ გეუბნებით ხოლმე დაფიქრდით ვის უყურებთ, ან თუნდაც გაშლებზე დაფიქრდით, იმიტომ რომ ის ნათქვამი უკვე ხო მოგეწება, რა იცი რა ძალისაა, რა იცი ვინ არის, მიხვდით რას გეუბნებით. აი ამ ყველაფერს ხსნი მენტალზე, რაც თავზე გაკეთებულია, ხო? ჩემსა და თქვენს აურას ვასუფთავებ, ენერგეტიკებს ვიბრუნებ, ენერგიებს და თქვენ გიბრუნებთ, ვინც ახლა ჩემ ვიდეოს უყურებს, მხოლოდ ჩემი გამომწერი და აი ამ ყველაფერს ჩემგან და თქვენგან ვხსნი და აი უკან უბრუნებ მტერს, უკან უბრუნებ აი ამ წუთასვე, აი ამ რიტუალის დაწყებიდანვე. აქ მე ეშმაკის თვალებს ხედავ, ისეთი ეშმაკი, სატანა იყურება პირდაპირ, აქ დემონი აღარაა და მოციქული, პირდაპირ სატანა იყურება, მეგობრებო, პირდაპირ.
ეხლა მე და თქვენ მოგვეცემა ენერგიები ადვილად გაგვეხსნება თავი, მეხსიერება დაგვიბრუნდება, მოგვეხსნება ეს ჩაკეტილი პორჩა, რაზეც გქონდა გაკეთებული. ადვილად მივიღებთ გადაწყვეტილებებს. შეიძლება ახალი რაღაცა შექმნათ. ხელოვნებები ვინც ახართ კიდე, მაგია, სპორტი, ყველაფერი ეს ხელოვნებაა, სიმღერა, ხატვა და ასე შემდეგ, ხო? რა თქმა უნდა, უფრო ადვილად გადაწყვიტავთ და განავითარებთ აი ამ რიტუალის ყურების მერე. რაც მე და თქვენ დაკარგეთ, დამცირებები იყო ჩვენზე, სირცხვილი, ხელოვნურად შექმნილი, ხო, ჩვენს თავზე, გამყიდველობა, დაცემა, დაცემები, განადგურებები, ბოროტება, რომ გაბოროტდება ადამიანი ჩვენზე, ხო? აი ეს შური, ღვარძლი, კიდევ ვიმეორებ, თვალი, წყევლა, მოწყევლა, მიწევლა, ყველაფერს წყლის დასხმა, ყველაფერს აბსოლუტურად ვაუქმებ ჩემზე და თქვენზე. სახელი თქვენი და უკან ვუბრუნებ აი ამ მტერს, სახელი მტერის, როგორც თქვი, ასეც იქნება, ამინ. ერთი წვეთი აღარ ჩამოუვიდა. ალებაც არაა ცუდია, ალზე ადის, ალზე. რა ვქნათ, მეგობრებო, სადამდეც დაჭირდება, უნდა ვუყუროთ. დამიჯერეთ, ძალიან ძლიერი იქნება, ძალიან. ჩემი რიტუალები, ჩემი რიტუალები ყველა ძლიერია, მაგრამ ესეც მიემატება. ათ მტერზე რო უყუროთ, ხო? 10-ის მერე დაიყენეთ დაცვა და ჯანმრთელობაზე უყურეთ, რომ ენერგიები შეივსოთ, ან ჩაკრებზე უყურეთ, რომ შეივსოთ. იმიტომ რომ გამოგეცლებათ ძალა, მე ხო ვიცი ახლა აქ რა გავაკეთე. საერთოდ ნებისმიერი წმენდის მერე ადამიანი ხო უკვე დაწყებაში ვთქვი, რომ ენერგია გეცლება, ხო? იმიტომ რომ აი კողომ რო გიკბინოს, ის ხო გეწვის, სანამ ესე იგი შეივსება ის სისხლძარღვის სისხლით, ახალი სისხლით, ხო? ის ხო წვა, ქავილი, ხო? ზოგს ბოდიში და უჩირკდება ექიმთან მიდის, მიხვდით, ხო? გააჩნია ენერგიას, როგორ რანაირად, მაგრამ მაინც ესე შვება. იმიტომ ზოგს რო გეძინებათ, მეკითხებიან ხოლმე, რომ აი ნინია ხან სულ ვამთქნარებ, ხან ეს ამტკივდა, ხან ბოდიში და 0-0-ში ვიჯექი დიდხანს, ხან პირიქით გულის რევის შეგრძნება, ან გქონია პირღებინება, სიცხე, ყელის ტკივილი, ფეხი, ხელი, ცხვირი, თმა. აი მეგობრებო, ეს ყველაფერი ჩვეულებრივია, არ შეგეშინდეთ პირიქით, გააგრძელეთ ხოლმე, რომ მტერს რა უნდა, ეშმაკი რა არის, მანიპულატორი, ხო? რომ ესე იგი და მატყუარა, ხელი შემშლელი, რომ ხელი შეგიშალოთ წმენდებში, თქვენი ცხოვრების გამოსწორებაში და წინწასვლაში, თქვენი შვილების და შვილიშვილების, მეგობრების, მიხვდით? ამ რიტუალის მერე აი ჩამოვიდა, უკვე ვერ გაუძლო, ესეც კარგია ეს, რომ ჩამოვიდა და სად ჩამოვიდა, ესე იგი
აი ამ ჩაკრადან ჩამოვიდა უკვე იღლების დაბლა, სასიცოცხლო ჩაკრა, მზის წნული, ზუსტად მე რომ აქვს მესამე ჩაკრას წმენდა. სიზმრებს დააკვირდით ამ რიტუალის მერე. საერთოდ ნებისმიერი ძლიერი რიტუალის მერე. ძალიან გთხოვთ, ჩემო კარგო გოგოებო და ბიჭებო, ნინიას რო ძალიან უყარხართ. აი ესე ნუ მომწერთ ხოლმე რა, ნინია, აი ეს ვნახე და აი ეს მე რამდენი ხართ, არ მაქვს მაგის დრო, რომ ნამდვილად ეს ვიმესიჯო და შეიძლება 1-2 პასუხი გაგცეთ, მაგრამ მე ვეღარ გაგიგრძელებთ და ნამდვილად არ გეწყინოთ, ვიცი რომ არ გეწყინებათ. თქვენთვის დააკვირდით თქვენთვის და თქვენ თვითონვე მე სიზმრის ნაკარნახევიდან თქვენი ანგელოზი რო გიკარნახებთ ან სამყარო, აი მართალი ვარ, იმის მერე შეცვლით თქვენ ცხოვრებას ან გეცოდინებათ ამის მერე რა რიტუალს უნდა უყუროთ, მიხვდით ხო? მოირგეთ რიტუალები, ამოსკროლეთ, ნუ გეზარებათ, ჩამოიწერეთ და უყურეთ და ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ. არ გინდობენ მტრები, თქვენ რატო უნდა დაინდოთ, ხო? ადექით და გაუბრუნეთ ბუმერანგი, გაუბრუნეთ, აქ ხო ბუმერანგიც არის არა? დაუბრუნე მტერს პორჩა. შეიძლება სათაურად არ დავწერო ხოლმე ბევრი სიტყვები ჩამონათვალი, მაგრამ ჩემი თითოეული რიტუალი გახსენი, შედი და არ ინანებ, გამოიწერეთ და მოიწონეთ ხოლმე ვიდეო, რომ პლუს დაიწერთ კარმაში, რომ ამოვარდება უფრო ბევრჯერ და სხვაც ნახავს, იქნებ სხვასაც ესაჭიროება, ხო? ჩვენ ოჯახში შემოსვლა, ნინიას არხზე მოხვედრა, ხო? და თქვენი ერთი მოწონებით, ლაიქით, ხო? იმ ადამიანსაც დაეხმარებით და ეს ხო პლუსია თქვენთვის კარმაში, ხო? მიხვდით, ხო? ნუ სიტყვა მადლობა სამყაროს, რა თქმა უნდა. კომენტარში. აქ მე ვხედავ თვალებს იმიტომ აჭყიტებენ, აი თვალებია და ეშმაკის რქების ესე მუხრილია, ეს აი თხის თავს რო აქ რქები ხო იცით, რომ მუშაობენ სატანისტები, მაგათი ჯგუფი დაჯგუფებები. აი ესეთი მუხრილი რქებია და აქ მე მეუნებიან რომ თვალებზე ბევრს გაქვთ პრობლემა და ასევე თავიდანაც მოდის. ვისაც გაწმენდილი გაქვთ თვალები, კიდე გაიმეორეთ და თუ რთული არ არის, იქაც მეკითხებია რამდენი დღე უყუროთ. თუ ასე ვთქვათ, გასაუმჯობესებლად გინდათ 21 დღე. თუ ოპერაციები გაქვთ გაკეთებული, 40 დღე უნდა უყუროთ აუცილებლად. რომ რეაბილიტაცია კარგად მოხდეს, კარგად განვითარდეს. დაგეხმარებათ. ან ეს გტკივათ, ან ის გტკივათ, თვალებზე მეუბნებიან, თავზე რო დავდე მე, თავის გაწმენდა, აი მაგასაც უყურეთ. სერიოზულად იბრძვის ჩემი და თქვენი მტერი ახლა გრძნობ მე ხომ აქვს შეგრძნებები, აი
არ უნდა რომ დაიღვენთოს, არ უნდა, მაგრამ მაინც ვერ ძლებს, აი ნახეთ როგორ მოიხარა ეს ფითილები, ნახეთ აი ეშმაკის რქებივით და ეშმაკის თვალებია პირდაპირ ანათებს, მანათებს. მეც ახლა უცებ არ შემაშინოს, არა? ნინიას ესეთები რო აშინებდნენ. აქ თითქოს აი ხა ყურები გამეგובה, თუ დამეგובה, აი როგორც საცობები ხო იცით, აი ეგრე გაქვთ ვინმეს თავი გაიწმინდეთ, თავი, ცხვირიც გაიწმინდეთ, ცხვირიდან გაგეხსნებათ. თხოვეს კიდე რომ იქნება ცალკე ნინია როგორც ეს გულის ჩაკრა და მესამე ჩაკრა სასიცოცხლო წნულის დადეო იქნება სახასრა რაც ჩაგვიწეროვო ეს თავი კორონა ჩაკრას უფალთან წვდომას რო ვეძახით მესამე თვალი არა ყიფლი ბანდი სადაც გვაქვს რო გქონდა უფალთან წვდომა მაგას უნდა ჩემოკარგებო ვაპირებ სხვათა შორის და აი ესე იგი სამყაროც მეუბნება რომ თხოვნებიც რო არის რომ უკვე მოვიდა დრო ესე იგი მე ხო ვიცი როდის რას და ვის როგორ რანაირად ჭირდება ხო და არ გეწყინოთ ერთი ადამიანის გულისთვის ხო ვერც გავშლი და ვერც ტაროს და ვერც რიტუალს ვერ ჩავწერ, იმიტომ რომ მე ხო ვიცი რა დროს ეს უფალი მკარნახობს, სამყარო მკარნახობს, მიხვდით? და რას ვამბობ, ხო, ვაპირებ კი, მაგრამ მაგას მომზადება უნდა და რა თქმა უნდა, ეს მთვარე არ გამოგვადგება, რაც ახლა არის, რო შეიცვლება მთვარე ანუ ეგ ისეთი ჩაკრა სახასრარა რომ პირდაპირ უფალთან არის დაკავშირებული და მე რო გაგეხსნებათ უფრო ცალკე რო ჩავწერ ეს იმას არ ნიშნავს რომ მთლიანი 7 ჩაკრების წმენდა როა იმას აღარ უნდა უყუროთ არა ძალიან შეცდებით ეგ არის როგორც სტოლბა ჩაკრების მთლიანი წმენდა მიხვდით მან ხო ენერგეტიკული წმენდაც ამაქვს შეყვანილი და ცალ-ცალკე ცოტა სხვა რაღაცა, აი უცებრო ჩართავ და უცებრო აი კონკრეტულად მაგის წმენდა დაგჭირდება, ხო? ეგ ვინც ეზოთერიკაშია, ვინც ტაროში დიდი ხანია, ვისაც აი მართლა ასევე ხელოვანი ხალხისთვის არის კარგი, მიხვდით? აი ჩაკეტილია ნამდვილად. და ეხლა აქ მე ვხედავ, იმიტომ დავიწყე ლაპარაკი, რომ უნდა რომ მოგაწოდოთ სამყაროს ეს სიტყვები მეგობრებო რომ ბევრს გაქვთ ეს პრობლემა თუნდაც უბრალოდ დიასახლისები ხართ და ხელოვანი ხართ თქვენი საჭმელს კერძებს კარგად ამზადებთ ხო აკეთებდით 300 იმიან კაციან სუფრებს 500 კაციანს 200 კაციანს 100-იანს რა მნიშვნელობა აქვს ხო ან თუნდაც ოჯახისთვის ამზადებდით კარგად და მე რაღაცა ხუბ და შეგეცვალათ აი ვეღარ ან დრო აღარ გაქვთ ან ისე გემრიელი აღარ გამოგდით აი ესეც არის ხელოვნება ხო და ან კიდევ რომ ესეც ჩაკეტვა ან კიდევ აი თქვენ ლოცვები ან რიტუალები არ მუშაობს ხო აი მე უფრო აი წვდომა გექნება თუფალთან ანუ გადაკეტილი გაქვთ ბევრს მიხვდით ეს წვდომა და მე უკვე მივედი იმაზე რომ ჩემი წინაპრებიც ანგელოზი მე ბევრი ანგელოზები მყავს პირადი და ჩავწერ მაგრამ აუცილებლად მარტო კლებაში არ უნდა იყოს მთვარე აქ ცოტა სხვა რაღაცას უნდა მოვკიდო მე ხელი და რა თქმა უნდა მასშტაბურად აქ არ ვიტყვი ეთერში ხო, კიდევ რა მინდა გითხრათ მეგობრებო, თემას არ ვუხვე, ვიცით ნინია, რომ მე ხარ რასაც ვლაპარაკობ, აქ მტერს ვუბრუნებ, ჩემგან და თქვენგან ხსნი, მტერს ვუბრუნებ უკან. ნახეთ როგორი ეშმაკის და კლასო, კალდუნი, ან კალდუნია, ხვდით?
ჩამოვიდა მესამე ჩაკრამდე, ეხლა ჩამოვა. უკვე საათი მოუნდა. წარმოიდგინეთ 35 წუთიან სანთელს მოუნდა საათი და კიდე ალბათ 20 წუთი თუ ნახევარი არა. იმუშაოს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სჭირდება ეს რიტუალი ხა მე რაც ჩავწერე, გოგოებო, ბიჭებო. ძალიან ბევრი სჭირდება. და ჩემი რიტუალები ძველი და ახალი არ არსებობს, როგორც გაშლები ძველი და ახალი. იმიტომ რომ ყოველთვის სხვანაირად უყურე იმოქმედებს, იმიტომ რომ მაგალითად უკვე გაიწმინდეთ ნახევარი და ყოველთვის კიდე რომ გააგრძელებს სხვა ფაზაა, სხვა მთვარეა, სხვა მზეა, სხვა დროა. ხალხო ესეთ რაღაცებს ნუ მეკითხებით რა, ცოტა არ იყოს გამკვირვებია, მიხვდება ხო მიმხვედრი. ძალიან გთხოვთ რა. ხო უნდა იცოდეთ ელემენტარულად გესმოდეთ, რომ დრო არ ჩერდება. და უკვე რომ გაწმენდილი ხარ, ხო, მერე კიდე უფრო ადვილად გაიწმინდები. უფრო სხვანაირად იმოქმედებს ის რიტუალი და უფრო ძლიერად იმოქმედებს შენზე, მიხვდით? შენზე რატო ხო ერთი უყურებთ არა, ჩემ ვიდეოს, მთელი გამომწერები ხო არ ხართ ჩართულები, როცა უყურებთ, აი მაგიტომ თქვი. ტაროზე მეკითხებიან, მე არ მაქვს საყვარელო იმის დრო, რა მოგივიდა და რას ნიშნავს თან კომენტარში რომ ძალიან მიყვარხართ, მაგრამ ეს რაღაცებს ცოტა დაუფიქრდით ხოლმე, ხო? იცით, ვასწავლი ტაროსაც, ყავს ბევრი ბიჭებსაც ვასწავლი სხვათა შორის, ბევრმა ბიჭმა გაიარა ჩემ ხელში. და დღეს წარმატებულები, რაც მე თანხა მაქვს დასახელებული, 10 იმდენი აქვთ ამოღებული. ხო და მე ისეთი თანხები არა მაქვს, რომ ადამიანი გავატყაოს, უვიძახი ამას და მიცნობთ, ხო, მაგრამ მაგია და სწავლაც უფასოდ არ შეიძლება. მაღაზიაში რო შეხვიდე, პურს მოგცემენ, უფასოდ არავინ არ მოგცემს, ხო? ასანც ვერ იყიდი. კბილის ექიმთან რო წახვიდე, კბილს გაიკეთებ უფასოდ, ამოიღებ? არა. იგივეა მაგია. სწავლა თუ გინდა, ჩაეწერე და გასწავლით. გამოგინახავთ ნინია დროს. რო ლექციები ჩაგიტაროთ და მე სხვათა შორის დიდ აუდიტორიაში ვერაზე ვასწავლიდი ბიზნეს ინფორმატიკას. ლექტორი ვარ სხვათა შორის. პროფესიით ეკონომისტი ვარ. ასე რომ გასწავლით, შეგასწავლით. ვისაც გენებოთ. ნომერს მეკითხებიან კიდე, ნინია ტელეფონზე დავრიცხო, საყვარელო მომისმინე. ტელეფონზე მეს რა თმინდა, ხო? აი, მართალი ვარ და უკანაც მიუბრუნდა უკვე. მე მინდა რომ თქვენ ენერგეტიკა გაცვალოთ ჩემთან, სამყაროსთან, მე ავდგე მერე და ინგრედიენტები მაგიისთვის, თქვენ ისევ რიტუალებისთვის, გაშლებისთვის და ეს სანთლებისთვის და ეს ენერგია რომ დავხარჯო, ისევ თქვენთან წავიდე და შევიძინო, მიხვდით, ნამდვილი თაფლის სანთლები და შენ რო ამას დამირიცხავ, მე თუნდაც იმ 3 ლარს, 6 ლარს, რა თმინდა მე ტელეფონზე, ვის უნდა თქვენ უნდა დაგირეკოთ თუ ტელეფონით გასწავლოთ, ხო ხდებით რას ვამბობ საყვარლებო. ხო და ამიტომ დარიცხეთ ანგარიშზე. ტელეფონზე აი ხა გავაჟღერებ კიდე 595 53 47 57
მომწერეთ WhatsApp-ზე ან Viber-ზე, Telegram-ზეც ვარ, ოღონდ არ დამირეკოთ თხოვნა იქნება, არ გიპასუხებთ, გაგითიშავთ. დრო რომ ექნება, მოგწერთ მერე. საერთოდ მალ-მალე ვპასუხობ ხოლმე, მაგრამ არის ისე, რომ თუ ვერ მოგწერეთ 1-5 წუთის განმავლობაში, ესე იგი დაკავებული ვარ და მერე მოგწერთ აუცილებლად, ხო? ჩემო ლამაზო საყვარელო გოგოებო და ბიჭებო, გამომწერებო. მოიწონეთ ვიდეო, არ დაგავიწყდეთ. რომ თქვენი ერთი ლაიქით მოწონებით სხვასაც დაეხმარებით. აი ამ რიტუალებით და ამ გაშლებით. მართავს საუბრობ, მართავს. ისეთი ძალა, აი მოშ რო იცახიან, აი ესე მოზღვავება, აი გრძნობ, რომ გაგიჟდა მტერი. ჯერ ჩემი ძალების, მერე ვინც ეს მომანიჭა, მერე უფლის, მერე დღევანდელი დღის ძალა, მადლი ანგელოზების. იმხელა ძალა აქვს, რომ აი რა ვიცი, აი იმიტომაც ვერ უძლებს, ნახეთ რეები ემართება მტერს. მომწერთ მერე ტელეფონზე კი არა და WhatsApp-ზე, ან Viber-ზე, ან სადაც გინდათ და ჩაგიგდებთ, მაქვს საქართველოს ბანკის ანგარიში. TBC-დანაც შეიძლება. ცოტა გვიანჯდება ხოლმე, მაგრამ შეიძლება. მაგრამ როცა დიაგნოსტიკას იკეთებთ, მეგობრებო, ვინც ახლა კიდე შემეხმიანებით, ღმერთმა მიმრავლოს თქვენი თავი, რომ დაგეხმაროთ დიაგნოსტიკაზე. TBC-დან თუ რიცხავთ, ან ერთი დღით ადრე უნდა დარიცხოთ, ან საღამოს თუ მყავხართ ჩაწერილი, შუა დღეს, ან დილით მაინც მიხვდით, იმიტომ რომ მან თქო გვიანჯდება რა. გაითვალისწინეთ ხოლმე. Liberty-დანაც მიგზავნიან სხვათა შორის ჯდება. მეკითხებიან ხოლმე, კი, ჯდება. ეხა ჩავა აი ერთი ზოლით და აი აქ მენჯებში ჩავა, უყურეთ, აი აქ მენჯებში ჩავა. აი ეს ყველაფერი თითოეულ სხეულზე იღლიებიდან ხო გასწავლეთ, გაჩვენეთ, უბრალოდ აგიხსენით. ასდის თავში, მხრებზე, კისერს უკანაც, აი ეს ღრმული რო გვაქვს ჩვენ, აი ეს კისერი და ღრმული ხო გვაქვს თმების დაბლოებაზე. აი იქ ჩაუვა, უკან კუდუსუნში, მთელ ხერხემალში, ჩვენს მტერს. აი, უკვე ჩაუვიდა, უკვე. რაც ჩვენ გაგვიკეთა, გაგვამწარა, გაგამწარათ, გატირათ. მარტო დაგტოვათ ეგოიზმისგან, გაბოროტებისგან, შურისგან. ყველას სხვანაირი მტერი ყავს, ხო? აი ამ ყველაფერს უკან ვუბრუნებ. აი ამ მტერს, ახლა რომელიც ჩაიფიქრეთ, მეც და თქვენც. დღეს მიუხედავად იმისა, რომ უამრავი რიტუალები მაქვს პირადი, აი მაინც და დიაგნოსტიკები დილიდან. მადლობთ ნდობისთვის და აი აეწვა მენჯებთან. განაწილდა პორჩა, რომელიც ჩვენ გამოგვიგზავნა, ჩვენ რო გაგვიკეთეს
ამ მტერმა ეხა უკან მიუბრუნდება აუცილებლად სისხლის ცრემლებით იტირებს იდაყვებზე იკაბენს იდაყვებზე ვაკაბენინებ მიხვდით ხო რას ნიშნავს იდაყვებზე კბენა ისე გამწარდება ეს თავისი გაკეთებული ჯადოები და პორჩა რაც მე და თქვენ გვიკეთებდნენ და გვიკეთებენ ჩვენზე არ იმოქმედებს ჩემი რიტუალები მიშველის და გიშველით თქვენს ჩემი რიტუალები შავი მაგიის ხალხზე წარმომადგენლებზე არის ნებისმიერი გაშლების ჩათვლით დაბლოკილი მტრებზე შურიანებზე მე ვგრძნობ ვინ უნდა უყუროს და ვინ არა ნინია სულელი არ არის რომ დაცვების გარეშე და მომზადებელი დაჯდეს და ეთერში ჩართვა გააკეთოს თითეული დეტალი აქ დალოცვილი, შელოცვილი და მომზადებული მაქვს მე ხანდახან რომ ხშირად არ ვამბობ ეგ იმას არ ნიშნავს ხობ და მორჩა ჯერ სანამ ჩავწერ რიტუალს 1 საათი საათნახევარი მომზადება უნდა მიხვდით ხო მე ესე ვაკეთებ და წესებს არ ვარღვევ იმიტომაც არის ძლიერი ჩემი რიტუალები ჩემი გაშლები და იმიტომაც მოქმედებს და ყველაფერს ბუნებრივზე მუშაობ რა თქმა უნდა თხოვნა მექნება იყავით კორექტულები ჩემ რიტუალებს მე ხო სიზმრებში ვხედავ და ისედაც ვგრძნობ არის 1 3 4 5 6 მეცინება უბრალოდ რომ ბევრჯერ სცადეს რომ ჩემზე გამოეყენებინათ მაგრამ მიხვდით ხო რომ არ გამოგივიდათ იმიტომ რომ დაბლოკილია მხოლოდ მე შემიძლია მოვიხმარო ჩემი რიტუალები და არ გირჩევთ რომ მე გამოვიყენო თქვენზე აი უყურეთ კალდუნია და კალდუნი კაცი და ქალი როგორც აი ჯადოქარი და ჯადოქარი ხო კაცი და ქალი ქართულში არ არის აი ახლა აქ რო ჩამოუვიდა აი ნახეთ უფრო წკაპაწკუპი დაიწყო ის აი ხა ხო ვგრძნობ მე შინაგანად რეები ემართება აი ხო ვეღარ სუნთქავს მოიკაკვა და რამჭერსო ეხა ფიქრობს რამჭერსო ეხა აი შეიძლება ზის და მაინც აქანავებს მიხვდით და ვერ სუნთქავს ვერა სასმელზე დამოკიდებული თვითონ გახდება აქ ხედავ რომ ბევრი მტერი ვიზეც უყურებთ არის სასმელზე დამოკიდებული არის რაღაცეებზე კიდე ცუდ რაღაცეებზე ეს ჯადოთი პორჩათი და ეხლა აი თვითონ მიუბრუნდება აი ეს აი ხო ხედავთ მე რა ტაროები მაქვს ხო ხუთიანი ხმლები ტუზი კვერთხები და 7-იანი კვერთხები მიხვდით ახალს ვეღარაფერს დაიწყებს მტერი თავიდანაც რომ მოინდომოს რაღაც შექმნა ვერ შექმნის ბრძოლას ვერ მოგერევათ ვერ მომერევა ენერგიები აღარ ექნება ვართმევ ენერგიებს ჩემზე ვიბრუნებ და თქვენზე ჩემ გამომწერებზე გადაწყვეტილებების მიღებაში ვეღარ დაეხმარება და ვეღარც მიიღებს ვერანაირ გადაწყვეტილებას აერევა ტვინი იდეოლოგი თუ იყო ეს იდეები დაენგრევა და აღარც გამოგონებლობას შეძლებს და ვერცა აი ახალს ვერ მიაღწევს ვერაფერს ყელი აი ჩაკრაზეც რაღაცა დაემართა წყევლა დაუბრუნდა მე-6 ჩაკრაზე ჩაეკეტება ახლა ვეღარ ილაპარაკებს ბევრს ენას ვეღარ გადმოაგდებს ჩემზე და თქვენზე ეს მტერი
ყველაფერს დაკარგავს მტერი აბსოლუტურად. ეხლა თვითონ იქნება დამცირებული, თვითონ ისეთი ადამიანები მოატყუებენ, ვის მართლა რომ აი სჯეროდათ და ერთად აი ესე გადაკვანძულები რო იყვნენ, ხო ხვდებით? გინ ხალი, გინ კაცი არ აქვს მნიშვნელობა ჩემთვის. აი ეგრე მოხდება. ეხლა თვითონ დასცინებენ, თვითონ იქნებიან დამცირებული, აი ეს მტერი და თვითონ შერცხვება, თვითონ ექნება სირცხვილის გრძნობა. თვითონ გაყიდიან, უღალატებენ. საყვარელი ადამიანებიც კი, შვილებიც კი ძაღლად აღარ ჩააგდებენ. სამსახურებს დაკარგავენ, გამოაგდებენ. სულ რო პარლამენტში იჯდე, იქედანაც გამოგაგდებენ. იმიტომ რომ მე ასე მინდა და ასე ვთქვი. განადგურდები. აი. იხჩობა. იმიტომ რომ ეს წყევლები ახლა უბრუნდება უკან და როგორია ახლა აიტანოს. ხო არ ელოდა რომ ნინია და ეს რაღაცას ბუმერანგს გაუშვებდა უკან. დაუბრუნოთ მტერს პორჩა, რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნებით. სულ 3 წვეთი ჩამოვარდა, მაქსიმუმ 5-ია ესენი რო ჩავთვალოთ რა. თავიდან ჩამოვარდა, თავზე ქონდა და მერე ერთი წვეთი იყო მხრებზე და მეორე იყო მზის წნულისთვის რა, წნულამდე. ეხლა აი ამ მტერზე თვითონ ხალხი გაბოროტდება და აქეთ შეუბრუნებენ თავის სიბოროტეს მიხვდით? იმასაც კი დაუპირისპირდება, ვისთანაც ეს შეკვეთებს საკეთებს. ჩემზე და თქვენზე. აი ეს მტერი, ვისთანაც პორჩას უკვეთავს. მიხვდით ხო? კალდუნია თუ კალდუნია, ქალია თუ კაცია, მოლა თუ ვინც არის. გინდ ხოჯა. ეხა თვითონ აი ამ მტერს შეექმნება გადაულახავი წინააღმდეგობები. წინააღმდეგობებზე. ეხა თვითონ ეს მტერი განადგურდება. ვერ გადალახავს ვერანაირ წინააღმდეგობას. ეხა თვითონ ეს მტერი განიცდის, სურვილი ექნება, რომ სუიციდი განიცადოს. იმიტომ რომ მე აქ ხედავ, ეხლა დავინახე, აქ სახჩობელაა, რომ ნახეთ. აი დაიხრჩო უკვე, წყევლები მიუბრუნდა, რომ ესე იგი საფლავზე როა გაკეთებული ისეთი პორჩაა სიკვდილზე, რომ და პრივაროტია, აქ შავი პრივაროტიც, რომ ესე იგი თავი ჩამოიხრჩოს ადამიანმა. აი ხა შენ ჩამოიხრჩობ თავს, შენი სიბოროტისგან. გისურვებ მტერო, აი აქ რომელიც ხარ ეხლა დასახელებული, რომ შენივე შხამში შენვე ჩაიხრჩო. ამინ. და ამოიხრჩო, ვერ ამოისუნთქო. რა ძალებითაც მე და ჩემს მაყურებლებს, უბრალოდ გამომწერებს, ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებს, სახელი თქვენი აი ამ რა ძალებითაც გვისურვე, ხო? და უსურვე. აი ამ ძალებით და აი ამ მოწინავეობით დაიხრჩობი შენ. შენივე სიბოროტეს გიბრუნებ უკან. ეხა გაიგე როგორია. როგორია ადამიანის გაფუჭება. ეხა გაიგე. იმწვნიე. აი ეს აგრესია ყველაფერი მოგიბრუნდება შენ, გიბრუნებ.
რაც ჩემზე და ჩემს გამომწერებზე გამოიყენე, უკან გიბრუნებ შენს აგრესიას, манипуляციას, ტყუილებს, სიგიჟეს, გაფრენებს, ნერვულ შეტევებს. ადამიანი ჯანმრთელი რო გააგიჟეს, ესეთი პორჩა ცხვარისა, ეხლა მომაწოდეს ეს ზუსტად მკურნალო, გინ ბიჭია, გინ გოგო რო არაფერი არ ჭირდა და საგიჟეთში მოხვდა ადამიანი და ან აგეკი ნამდვილად და მერე წამლებს სვავს. ეხლა შენ მოხვდები საგიჟეთში და შენ დალევ გიჟების წამალს და ეგეც არ გიშველის. რაც პრივაროტი, ატვაროტი, შავი პრივაროტი, ურთიერთობაში პრივაროტი, სამსახურებზე უფროსებისგან ან თანამშრომლებს შორის გაკეთებული პრივაროტი, საფლავებზე თუ ეკლესიაში თუ კვერცხით და ასე შემდეგ გაკეთებულია ჩემზე და შენზე, თქვენი სახელი ვინც ახლა უყურებს. აი ამ ყველაფერს ჩემზე და შენზე ვხსნი, ვანულებ, ვაბათილებ, ვაუქმებ და უკან აი ამ მტერის სახელი ვუბრუნებ უკან 100%-ით გაასმაგებული სიჩქარით ბუმერანგს ვუშვებ უკან. ისე იქნება როგორც მე ვამბობ. ამინ. იმიტომ რომ მე ასე მინდა. ამინ. საათი და 21 წუთი, 22 წუთი. ნუ ხო ესე ვივარაუდე საათნახევარი. თქვენ ამ ერთ მტერზე თუ გინდათ რომ იმოქმედოს, ესეც ვიცი დაისწმევა კითხვები, სამჯერ უყურეთ. სამჯერ უყურეთ. ზედისეთ, დღეში არა. 1 დღე, 2 დღე, 3 დღე. ერთხელ გამოისყიდით და სამჯერ უყურეთ. კიო, აი ზოგს დაჭირდება ესე და სამჯერვე დაცვა დაიღენეთ. მეც ამ რიტუალის მერე უნდა დავიყენო დაცვა. იმიტომ რომ მე აქ ისეთ შავ და თეთრ ძალებს ვგრძნობ და ვხედავ მე აქ რაღაცებს, რომ რასაც თქვენ ვერ ხედავთ. რა შეგრძნებებიც ახლა მე მაქვს. სერიოზული ძალით ჩატარდა რიტუალი. ჯერ ტარდება, მიდის პროცესშია, მიდის მიმდინარეობს. ნახეთ რა დღეშია, ნახეთ. აი აქედან უნდა განთავისუფლება, აი აქედან უნდა განთავისუფლება. ვერ მოგართვი. ვერ მოგართვი. რაღაცა ჩავატარე, იმ დროს იყო საჭირო. გესმით? დაი და წამოვიდა, გავხსენი, იმიტომ რომ გრძნობ და ვხედავ, უკან ჩამოეწვეთა, ხედავთ, ხო? იმპოტენტი გახდები, იმპოტენტი.
ზოგი არის უკვე ხედავ და აი ეს აგრესია რომ ესეთ სიტუაციაშია მამაკაცი მტერი ხო მერე გადმოაქვს ხო სხვაზე გადააქვს ეს და სხვაზე არის დაბრალებები ხო აი ამასაც ხედავ ასევე ქალებშიც არის ეს პრობლემა მტრებში რომ ან აღარავინ უყურებს და აღარავინ ელაპარაკება ხო რაოდენ გინ ბუნებრივად გინ ხელოვნურად გალამაზებულები არიან ხო აი ნახეთ როგორ ჩამოვიდა იტირა წეღა რო ჩავატარე რაღაცა სახეები დაჯდა ხედავთ ხო აი სახეები დაჯდა ой, ხედავ რომ ამაღამ ბევრი ვერ დაიძინებს, ბევრი მტერი ვერ დაიძინებს. ხო იცით ნათქვამი მაქვს გოგოებო ბიჭებო, რომ თითოეული რიტუალის მერე ან ნეგატივის წმენდის მერე, ან პორჩას მიბრუნების მერე, ან ბუმერანგის მერე, რომ უშვებთ ჩემ რიტუალებს, რომ უყურებთ, აქტიურდება, ესეა, ეს წესი და კანონია ასეთი, აქტიურდება, უყურეთ. ნახეთ, ვერ გაძლო, ბოლოში ვერ გაძლო, ძალიან კარგი. ზოგს სისხლით ნათესავი უკეთებს აქ, სისხლივითაც გამოვიდა, აი. შეიძლება ინსულტმაც დაარტყას, ან უკვე ინსულტი ქონდა, ნახევარი, ან ნიშნები. ქალსაც და კაცსაც ესე მეუნებიან და გაუმეორებს თავისი სიბოროტის გამო გაუმეორებს. და აქტიურდება მტერი. ეს კანონია ესეთი. და თქვენ მერე, იმიტომ გეუბნებით, რომ დაიყენეთ აუცილებლად დაცვები. თან დააკვირდით, თუნდაც რიტუალის დროს ვინ დაგირეკავთ, ვინ მოგწერთ, მე ნუ მომწერთ, ძალიან გთხოვთ. ნუ მომწერთ, მე არ მაქვს დრო რომ ვიკითხო. თქვენ თვითონ დააკვირდით და კი, არის ზოგი ტელეფონი ჩერდება, ზოგი ვიდეო არირთვება, ზოგი კამერა ყირავდება. ეს ნიშნებია იმის, რომ იმოქმედა კარგად და შეიძლება საერთოდ არაფერი მოხდეს, მაგრამ მაინც იმოქმედებს 3 დღის მერე უკვე ავა ეს ჰაერში მიხვდით? გააქტიურება იცის მტერმა, არ შეგეშინდათ. შეიძლება ისეთი ადამიანი ან სიზმრად ნახოთ, მიგახვედრო სამყარო ან ქუჩაში ან მაღაზიაში შეგხვდეთ, რომ საერთოდ აი რო აღარ გახსოვდათ. ესე იგი, ის ადამიანი ნამდვილად იყო ჩარეული, ნამდვილად რაღაცაში თქვენს ცხოვრებაში, მიხვდით? კარგში არაფერში, რა თქმა უნდა, ხო? ნახეთ, უკან როგორ მისდის თავზე. ნუ ეს ახლა დავტვირთე მე, რომ ტვინში დაარტყას. გავაგიჟოთ მტერი, ხო? როცა ჩვენ არ გვინდობენ, ჩვენ რატო უნდა დავინდოთ? ჩვენ ხო არ ვკლავთ ადამიანს, უბრალოდ ნახეთ, წავიდა, ვერ გაძლო. ბუმერანგს ვუშვებ, ბუმერანგს, ხო? ჩვენ მე და თქვენ ვიხსნით და უკან თავის ნაგავს ვუშვებ, ვუბრუნებ, თავის მოსაქმულს, ასე ვთქვათ, ხო? ჭყალებში. ეხლა თვითონ გაიგოს, როგორია მტერმა თავისი გაფუჭებული საქმის ატანა. ეხლა თვითონ გადაამუშაოს ეს შავი ენერგეტიკა, თვითონ დაიხრჩოს. აი ნახოთ ეხლა როგორია. როგორია ხალხის გაფუჭება, გაშავება, ჯადო, პორჩას გაკეთება. ხედავთ, რეები დაემართა უკან? ნახეთ, უკან რეები დაემართა. აი, ნახეთ, ხო ხედავთ? პირდაპირ რომ ვირჩობოდი წეღან. წავიდა, წყეულები წავიდა, ინსულტამდე მივა, გაგიჟდება, გააფრენს. ნახეთ. ხედავთ?
აქ სისხლით ნათესავებით ურევია. კბილი კიდე კბილის ის ამოდის როდ წინაპრებზე აქ ჩაკეტვა კიდე წინაპრებიდან გკეტავენ ეთყობა რომ სხვანაირად რო ვერ გერევიან ზოგს. აი ნახეთ წამოვიდა მარცხენა მხარე გულმკერდში ხელებს ქვევით შუაში განაწილდება. ანუ როგორც დავაპროგრამე, ასე წავა ახლა, გაიწევა და ძალიან კარგი. საათნახევარი უკვე გავიდა. აი ზუსტად ვივარაუდე საათნახევარი ხო რა. რაც მე და რაც ჩემს გამომწერს, ვინც ახლა ერთი უყურებს თქვენი სახელი. ტერის სახელი. მე მისურვე და ჩემს გამომწერს, აი იმას გასმაგებული სისწრაფით და გასმაგებული ბუმერანგით და გასმაგებულად გიბრუნებ უკან. უკვე პროცესშივე უკვე და ეს სანთელი რო ჩაქრება აი ესე გაქრები ყველანაირად ჩემი და ჩემი გამომწერების ცხოვრებიდან. ამინ. როგორც თქვი ასეც იქნება და ასეც არის, იმიტომ რომ მე ასე მინდა და ჩემს სიტყვას დიდი ძალა აქვს. ჩემს სიტყვებს ვერავინ ვერ შემომიბრუნებს ცუდად. და ვინც ეცდება, ეგრევე დაიღუპება. ეგრევე. როცა ესე არ გვინდობენ, მე არ ვიცი ადამიანის დანდობა. ძალიან მომთმენი ვარ, მეგობრებო, ძალიან, მაგრამ არ ვიცი ადამიანის დანდობა. ვაცადე, სადამდე იმაიმუნებდნენ, მიხვდით? ვაცადე ერთი, აბა. არტისტები რა, არტისტები, მიხვდით, ხო? არტისტები. და ეხლა რეჟისორი მე ვარ. ჩემი საავტოროა და ნამუშევარს აი აქ ვუშვებ მტერზე. მეგობრებო, ბოლომდე უყურეთ ამას. ისიამოვნეთ, აი კლიტე ჩაკეტილი რაც იყო, აი აქ, აი გაიხსნა, მაგრამ აქ სისხლის ნათესავები ამოვიდნენ კიდე, მეგობრებო, ამოვიდნენ კი. ეხლა თვითონ არ გაუხარია მტერს. მტერო არ გაიხარო. არც გაიხარებ. ეხლა თვითონ გაიკვანძა თავისივე, აი გადაედო, აი ეხლა ამოიწვა ეს. მაგრამ ჯერ არ ამოიწვა. გადაება ფითილები, აქეთ არა, იქეთ ძაფი დარჩა, ესე იგი გაიკვანძა. მიხვდით? სეტში, ქსელში გაიკვანძა. და გადაანაწილდა ზუსტად იქ, სადაც მე დავსვი ეს და სადაც მე დავაპროგრამე, რაზეც და როგორც დავაპროგრამე. მადლობა უფალს. რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს ამ რიტუალზე, მეგობრებო, გამოსასყიდი იქნება 12 ლარი. კარგად მისმინეთ. არც 10, არც 13, არც 9, 12 ლარი. ლომის სახე დაეხატა, ანუ პირველობა დაკარგა, მიხვდით? და ის აფოფხრობა და სხვის ენერგიებზე ცხოვრება, ეხლა როგორც მიჩვეული იყო მტერი, ისე ვეღარ იცხოვრებს, დაკარგავს ძალას.
ამინ. დუხს ნახეთ, დუხს. და პიროვნების სახე კიდე გრძელი ნიკაპით, ზუსტად ისე გადანაწილდა ოჰოჰო ყურებში. სერიოზული რიტუალია, რო იცოდეთ მე ხა რაც ვიგრძენი ყურებში. მეგობრებო, ყველას გემშვიდობებით, წარმატებულ წელს გისურვებთ და ეს მარტო დღევანდელი რიტუალი არ არის, როცა არ უნდა ჩართოთ იმ წუთიდან იმ მოქმედებს წლების განმავლობაშიც მიხვდით ხო, იმიტომ რომ ჩემი რიტუალები ყოველთვის ძლიერ ენერგეტიკებზეა დატვირთული. მადლობას მოგახსენებთ. მრავალს დავესწროთ და უფალი, ესე გაჭყლეტილი გვენახოს უფლისგან მტერი ყოველთვის და გამაგრდით ზუსტად ისე გააკეთეთ, როგორც გირჩიეთ. ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე.